მოგესალმებით ჩემო სერია მეორე გბილის ექიმთან ვიზიტი. იმუშავა სავარაუდოდ უკვე ნერვის მოსაკლავად წამალმა და დღეს პარასკევია და მივდივარ ისევ ჩემ ექიმთან. დღეს სავარაუდოდ უკვე უნდა ამოიღოს ნერვი და უკვე უნდა ააშენოს კიჭი. ხო და არ მეშინია აბსოლუტურად მე ნინოსთან არაფერს არ მეშინია ისეთი კაი გოგოა. სულ ეუნები რომ გულიც და ხელიც და სიტყვაც ერთნაირად ტკბილი გაქვს, ხო? მივდივარ და არის არაჩვეულებრივი ამინდი. რამდენია პლუსი არ ვიცი. არ იყო წყალი. მე მეგონა გაიყიდა, მაგრამ არაფერ არ დაყინულა. ხან მოდიოდა, ხან არ მოდიოდა, გამოვედი გარეთ, მიდრებს შევხედე და არაფერი არაა გაყინული. იმდენით მაინც მოდიოდა რომ მოვწესრიგდი და ხა წარმოიდგინეთ ექიმთან მისვლის დილას არ არის წყალი, აი. ცხვირი მაქვს გაწითლებული. ხო და აი ესე არა მგონია რომ კიდე შებრუნდეს და ესეთი დიდი თოვლები და დიდი მინუსები იყოს. თუმცა მთლად გაზაფხული ჯერ არ არის, ჯერ სად არის, მარტში ვართ, ჯერ. უბრალოდ უნდა მივიდე ექიმთან და წამოვიდე. ესე იგი თბილისში ჩასვლა იმდენად ხანგრძლივი არ არის და იმდენად დამღლელი პროცესი არ არის, რამდენადაც დამღლელია ისე ვარკეთილში მისვლა ექიმთან. იმდენი ხალხია ვარკეთილის ცენტრში, რომ აი ძლივს უქცევ გვერდს ადამიანებს და მაგრამ რა ვქნა, იქ არის ეს კარგი გოგო და რა უყო. აჰა, გავთიშავ ახლა და შეგეხმიანებით უკვე თბილისიდან. უკვე გამოვედი ექიმისგან, რა საცობებია, რა იყო. აი მარტო მიდი-მოდი ღლის, მეტი არაფერი. სამსახურში როგორ უნდა იმუშაო, არ ვიცი. ძეგლს გიდგამთ, ვინც აი ამ ხელა საცობებში გზავრობთ წინ და უკან სამსახურის სახლი და თან მე შეგიძლიათ რომ იმუშაოთ, ყოჩა თქვენ. მე ძალიან გადავეჭი. კიდევ დამიმუშავა და კიდევ ჩამიდო წამალი, იმიტომ რომ გუშინ რომ დავამუშავეთ იმის გვერდზე რაც არის, ისიც არ არის კარგ მდგომარეობაში და გაასუფთავა და ჩადო ისევ წამალი. ესე მირჩევნიაო მითხრა ნელ-ნელა რომ გავაკეთო და არაფერი გეტკინოს. აი რატომ მიყვარს ეს გოგო. აი ეს 65 ლარი. Çarda vece xoramış. აჰა, კი ბატონო, გასაგებია. მოგესალმებით, შემოკარგებო. სალათის ფურცლები, გახიხილი ყველი, ჩვეულებრივი იმერული, არ მქონდა ბატონო ეს პარმეჯანო, პიმპილი მარილი, ლიმონის წვენი, შემწვარი, ქათმის შილი, არაჟანი, ხო, აი ესე და აი ესე მიურიე, მშვენიერი ცოცხალი ის გამოვიდა. ეს ჩემი წითელქუდა აქ არის, იბრანჭება და ჯერ არ გამომიყენებია, გავწმინდე გავაკრიალე. ლიმონათის გაკეთება მოვასწარი, გავრეცხე ჭურჭელი 1000 კილო, ეს რამდენი არაჟანი მიგროვდება, კაცო.
და მინდა გაჩვენოთ ჩემი ახალი შენაძენი. ეს არის გოგოებო და ბიჭებო. ჭურჭლის საშრობი. ძალიან სიმპათიური. აი ასეთი. იმედია ესეთი დახორავებული ჭურჭელი ლანგარზე აღარ იქნება. აი ესე. რამდენი დღეა ვიდეო არ დამიდია, თუმცა ვიღებდი პირველი წასვლა თბილისში, მეორე წასვლა თბილისში, მაგრამ ყველაფერს გაჩვენებთ. უბრალოდ მოგეხსენებათ, რომ გეგმავდი და დავიწყე და შევუდექი კბილების მოწესრიგებას და რაღაცა იცით, აი თბილისში დარჩენა არ მინდოდა. ტასიკოს მარტო დატოვება არ მინდოდა, იმიტომ რომ წამალი ჩამიდო, ხვალ არა და ზეგ უნდა მივსულიყავი, ანუ ეს უნდა ყოფილიყავი ტყუილა იქ და უკან ვრუნდებოდი იმავე დღეს და ვიღლის მგზავრობა, როგორ რამდენად კომფორტულიც არ უნდა იყოს ჩვენ დროში მგზავრობა, მაინც დამღლელია მღლის ეს ქალაქის ფუთფუთი, ხო და თანაც მღლის ემოციურად ეს კბილის ამბავი, თუმცა არაჩვეულებრივი სტომატოლოგი მყავს, მივედი ჩემ ძველ სტომატოლოგთან, ნინოსთან, ეს მდებარეობს ვარკეთილში, მისი კლინიკა, თუ გნებავთ მოგწერთ. იმიტომ რომ მე ყველანაირად ვენდობი ნინოსთან, მე დანტისტის სკამზე არაფრის არ მეშინია, მართლა, არაფრის არ მეშინია. არ მეშინია, რომ რაღაცას არასწორად მიკეთებს, არ მეშინია, რომ რაღაცას არასწორად მირჩევს, არ მეშინია, რომ მეთკინება, იმიტომ რომ როგორც კი ვიტყვი, მომენტალურად მიმატებს წამალს. აი ახლა მაგალითად გადავწყვიტეთ ორივე მერთად, რომ ცოტა გავწელოთ პროცესი, ოღონდ იყოს ნაკლებ ტრამვული და იყოს ნაკლებ მტკივნეული. და მესამე წასვლა მიწევს კიდევ 2 შაბათს. ჯერჯერობით არც ერთი კბილი არ დაუპლომბავს და ჯერჯერობით არც ერთი არ აუშენებია. ჯერჯერობით კბილი დაამუშავა, 2 ქვედა დაამუშავა, ნერვები მოკლა და მე მგონი 2 შაბათს უკვე იმ ნერვებს ამოიღებს და უკვე რაღაცას მიაშენებს. ძალიან დაგვიანებით ხარ მოსულიო. მე ამ კბილებს გადავარჩენო, ამოსაღები ნამდვილად არ არისო, საბოლოო ჯამში 4 გამოდის, 2 ზემოთ, 2 ქვემოთ. არც ერთი არ არის ამოსაღები გაქვს სიბრძნის კბილებიო. ხო და ეს რა ქვია, სიბრძნის კბილების ამოსაღებად შეიძლება იმ გოგოსთან წავიდე. იმიტომ რომ ის მისი ვიწრო პროფილი არ ვიცი, აი როგორც ნინო მეტყვის იმის მიხედვით, რომელთანაც ტასიკოს ამოუღეთ პრობლემატური სიბრძნის კბილები. ჯერ კიდე ამოუსვლელი ძვალში რო იყო გაჭედილი. ხო და რას ვამბობდი ახლა, რა ლაქლაქა ვარ რამე შველე. და ამდენი იმას ნაკლებობამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ეს კბილები დაზიანდა. მოკლედ, მე მაინც არ ვემდური ჩემ კბილებს, აგერ 46 წლის ხვდები, წელს შემოკარგებოდა. ფაქტიურად ჩემი კბილები მაქვს, ახლა მტერს თვალს არ ჭრის ჩემი თანკბილვა, მაგრამ ეს რა ქვია. კარგი რა ბუბუ რა. ბუბუ დღეს რაღაც ესეთ ხასიათზეა. რატო ადექი ადრეო? დამავიწყდა შენთვის მეკითხა მეტი. და აი დედა ჩემს 30 წლის ასაკში უკვე კბილები ქონდა გაკეთებული და 36-ის უკვე მთლიანად ჩასმული ქონდა კბილები და მე რაღაცა ესე უფრო კარგად გავწელე. და იმედია რომ უფრო კარგად მივხედავ და დიდხანს გამიძლებს ეს ჩემი კბილები. რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება იმპლანტების გაკეთება, მაგრამ როგორც ნინომ მითხრა, საკმაოდ ძვირიაო და მაინც კბილის ექიმთან მისვლაა და მაინც წვალებაა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ახლა წამალი და კბილის ექიმი. შემოკარგებო, დღეს მივდივარ დედიკოსთან. დედიკოს ჩვენი მეგობრები ყავს საღამო სტუმრად, ძმები, ერთი აგარაში ცხოვრობს და ერთი საზღვარგარეთ არის, საკმაოდ ხშირად ჩამოდის ხოლმე წელიწადში რამდენჯერმე და ამ ჩამოსვლაზეც მინდა რომ ვნახო დედამ და სადილზე უნდა მოვიდნენ. მე მევალება რაღაცა კბილის გაკეთება და არ ვიცი რა გავაკეთო. გაგებაში არ ვარ. რაღაცას მოვიფიქრებ და აუცილებლად თქვენ თქვენ. რაღაცა დონიანი აფრიკული ყავა ჩამომიტანა ჩემმა მეგობარმა აფრიკიდან. ასე რომ როგორც თავად მითხრა, ცოტა შეათბეო, გაახანხალეო, ტაფაზეო. ასე
ხო და უნდა დავფქვა. ნახოთ აბა რა გამოვა. ამ საფქვავში სხვათა შორის ეს ბლენდერის საფქვავია. არც ერთხელ არ დამიფქვავს არაფერი. შეგრილდეს. და ესა. წავედით. იცით რა? ცოტა ქარია. მაგრამ ისეთი კარგი სითბო აი კურკა გამითბა მზეში. აი როგორი მოყინული და ნახევრად მოყინული და ნახევრად დამყარია. ეხლა ეს საღამოს კიდე დადნება. ხვალ დღე ისე უბრალოდ საღამოს გაიყინება, ხვალ დღე დადნება. ასე. არაფერი არ გამოვაცხე. რაღაცა არ ვიყავი განწყობაზე, მე რო არ ვიქნები განწყობაზე. იცით მე როდის მიყვარს? ცხობა. ცხობაც, კერვაც და სხვა ყველაფერი. როცა არ მეჩქარება და დაგემოვნებით ვაკეთებ. როცა აი საათები, წუთები უნდა იმას ვქნა. დავთვალო ასე არ მინდა. ამიტომ ახლა შევივლი მაღაზიაში დედას წინ როა და რამე გემრიელობას ვიყიდი. გვილს. ოღონდ არა. ჩემი გამომცხვარი. დღეს არა. თუმცა საღამოს უნდა გამოვაცხო. საღამოს უნდა გამოვაცხო რაღაც ვიღაც. ესე ჩემ. ტროტუარი თვად გამშრალ გასუფთავებულია. რამხელა ღაბაბი გაქვს მაქვს. მოევლება ყველაფერს მიიღე. თავარა კარხასიაძე ვიყოთ. ანტიდეპრესანტის მიღება გადმოვიტანე პროადრე. საღამოს ვიღებდი ხოლმე. და ასე მეჩვენება რომ ესე ჯობია. აქვე გვაქვს ხილბოსტნის მაღაზია და ესა ისეთი უცნაური მოგრძო კარტოფილები აქვთ. ძალიან გემრიელი კარტოფილიაო, ქართულიაო, ჯიშია ეგეთიო. ძალიან მალე იხარშებაო, თხელკანაა. ღია ფერის. ხო და უნდა შევიძინო უკანა გზაზე ხა დედასთან რო არ ვათრიო, დედას აქვს თავისი ტომრით ნაყიდი. აჰა. ძალიან სასიამოვნოა ესე გასეირნება და მე კიდე კურტკა მიჭერს ხალხო. ხელს რო წავზემოთ, ზემოთ მოდის. არა და ეს კურტკა კინარამ გავასაჩუქრე, გავრეცხე პარკში ჩავდე და ჩემი მეგობრისთვის უნდა მეჩუქებინა. იმიტომ რომ სულ ცინცხალი იყო. კარგ მდგომარეობაში იყო, აი ჩემის კურტკაა ეს და მინდა და მეჩუქებინა რომ ის მოიხმარს თქო და. კიდე კაი იმ პერიოდში რაღაცა ვერ შევხვდი რომ გადამეცა, თორე დავრჩებოდი უკურთხოთ. მე ისეთი დიდი მქონდა, რომ ნათხოვარივით მქონდა და ვიფიქრე რომ ვაჩუქებ თქო და. კაი რომ ვერ ვაჩუქე. ასე. არა ვშევს კიდე გავხტები და კიდე გავასაჩუქრ. წავედით. აი ხა წერან მანქანამ რომ მოუხვია, ისეთი ბუღი დააყენა. რატოა ესეთი მტვერი რა ხდება? ახლა ხანს დადნა ეს. თავლი. რამბავია. გავთიშავ ჩემო კარგებო და სახლიდან ჩაგერთვებით და გადავხედოთ ეზოში გავისეირნებთ მე და დედა მზეში. ხალხო. ეხა არ მიურბი ვარ ნამდვილად, ხო, მაგრამ ისე დამცხა კურტკა შევიხსენი. გუშინ დამემართა ეგ თბილისში. ისე დამცხა, რომ აი მეთქი. კურტკა გავიხადე და ის მეცვა, ზმეიკიანი მეცვა და ლამის ისიც გავიხადე, რომ ვიფიქრე, რომ გავცივდები თქო. თბილისში ნამეტანი იყო არა და ვფიქრობდი რომ მივდიოდი რომ თბილი ბატინკები ხო რა კიდე კარგი ბოტასებით წა. რამდენი ის თქვი ბარბარიზმი. ზმეიკა ჟაკეტი კურტკა ესა რა ქვია კიდე. მაიკა. ითურა. ეკნება მაგ სიტყვებს რაღაცა შესატყვისი. თუ არა და რაღაცა საიტი არსებობს სადაც შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო, გამოიგონო სიტყვა. გამოიგონო სიტყვა, მაგალითად რაღაცა დენცქვიტა არის შტეფსელი. იმიტომ რომ ესეთი იყურები აქვს და დაცქვეტილი დენცქვიტა. შტეფსელი კი არა, რასაც შტეფსელში ვარჭობთ. მოიცავს მეტროს სახელით ვიცოდი და აღარ მახსოვს.
ქვექროლაო თუ რაღაც მაქროლაო თუ რაღაც ეგეთი. ხო და მოკლედ არის ესეთი საიტი, მე გადავეყარე. ჩამონათვალია სიტყვების და შემდა დაუწერო დაახლოებით შესაბამისობაში როა მოსწრებული ესეთი შესაბამისი რაღაცა. ან სიტყვა უნდა მოიგონო. ასე მაგალითად თურმე სახელი შორენა დიდოსტატის მარჯვენამდე არ არსებობდა. ასევე არ არსებობდაო მოიცა რა არ არსებობდაო შექსპირს გამოუგონია ქალის სახელი ჯეინი. ასევე ქვემეხი სიტყვა ქვემეხი. ისე შორენა ცოტა მეეჭვება. მანამდე ისტორიაში შორენა არ იყო. მომწერეთ აბა, გეწოდინებათ თქვენ. თითო რა კარგად გავთბი. რა კარგია. გარინდება. შაბათი როა, იმიტომ ისეთი კარგი ყავის სურნელი მაქვს დაუფქვი დედას ყავა. ტაფაზე შევათბე ის ნახევარი შეკვრა და შევაგრილე და ის ნახევარი შეკვრა. კარგად ჩამოვუხდი. არ გამოვიდა იდეალური პუდრივით არ გამოდის სახლის საფქვავში. არ ვიცი ხა ვის როგორი საფქვავი აქვს, ჩემსაში არ გამოდის და. მაგრამ ის დაღერღილიც გავცერი კარგად. ნახოთ აბა, იმედია დედა გამოიყენებს. მოვედით რკინიგზასთან ვართ უკვე. მოვედით. აი ჭრილებში ამ კორპუსთანაც ის არის. თოვლი. დარარირი. თოვს და მიწას ეფინება. ვიმღერო და. თოვს. თეთრი პანტელი ეშვება თოვს. არასდროს დაგვიბერდება მე მგონი. თეატრონი იყო. ჯგუფი თეატრონი. და ვიყო. როგორ გავმაზე ამ ახალ წელს. advent კალენდარი. და გავმაზე სახელმწიფო ვიდეოების, სახელმწიფო სიმღერების. კრებულები, იმიტომ რომ არ ვიყავი ხასიათზე, იმიტომ რომ ქვეყანაში ისეთი ამბები ხდებოდა, რომ ძალიან მაწვაკულზე. არც ახლა დამშვიდებულა პრინციპში, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ გარემოებებმა ნაკლები მოქმედოს ჩემს. და გარემოებები რო არ დამთრგუნავენ და მე კარგ ხასიათზე ვიქნები, გარემოც გამოსწორდი. აი ასე. ჭრიდილის მხარეს აი ესეთი თოვლია შენარჩუნებული. სადაც მზეა? სადნა კიდეც და ნახეთ კესანეა. საყვარელი. მეორე სართულზე მივდივარ. მეორე სართულზე ავდივარ. საქმე მაქვს რაღაცებს ვნახავ. იქნებ რაღაცები ხელს გავაყოლ. რაც ჩემია და მჭირდება. აბა ვნახოთ როგორ გამოიზამთრეს მცენარეებმა. არა უშავთ. აი ასე. ეს რაღაცა მომჭკნარია. არა უშავს დათბება გადავკრეჭ მოვრწყავ. არა, ყოჩაღათ არიან. ესეც მოცოცხლდება. ამას არ ვიცი ეშველება თუ არა რამე. აბა ჩემი როზმარინი. დედას კაკლის მარაგი. ეს რაც დავაფესვიანე გაზაფხულზე სულ ყველას გადავრგავ. არა, კარგად არიან, კარგად არიან. ამას ფოთლები ჩამოსწვევდა. მოკლედ ვნახოთ როგორც არის. მოვა ამისი სეზონიც და აუცილებლად მოვა. ფიშო. გადაგვერდი, მიდი. მიდი მზეში გადაგვერდი, აბა გადაგვერდი. შულელუჟი.